არქეოლოგიური აღმოჩენა ლეჩხუმში მეცნიერებმა ცაგერში გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარს ტერასულ ნაგებობებსა და კერამიკის უნიკალურ ნიმუშებს მიაკვლეს, რომლებიც ლეჩხუმური ორნამენტებით გამოირჩევა. გვიანი ბრინჯაოს ხანის არტეფაქტებთან ერთად აღმოჩენილია შუა საუკუნეების მარანიც. ტერიტორიაზე პირველად არქეოლოგებმა მუშაობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყეს. ექსპედიციები პერიოდული იყო. ახლა კი გათხრები შეიძლება უსახსრობის გამო შეჩერდეს. კოლხური კერამიკის ამ ნიმუშების უნიკალურობა მათი სიძველის გარდა განსაკუთრებულ შემკულობაშიც მდგომარეობს. ლეჩხუმური ორნამენტები მათ ამ პერიოდის სხვა ნამუშევრებისგან გამოარჩევს. ქვის იარაღები, ხელსაფქოები, კერამიკული ქოთნებისა და სასმისების ნაშთები არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის ნამოსახლარის გათხრების დროს აღმოაჩინეს. კერამიკა სპეციფიკური ფორმის არის და დამახასიათებელი ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეებისათვის. მე-7 საუკუნეების ერთ-ერთი დასახლება არის, მაგრამ თქვენ ამ მიდამოებში ხედავთ მრავალ დასახლებას. ამ მიდამოში მრავალი სახლები ყოფილა და ერთი ნამოსახლარი აი ცოტა ზემოთ მაღლა არის გათხრილი, მეორე მარჯვნივ, მესამე მარცხნივ, რომელიც გასათხრილი არის. ეს მარანიკი შუა საუკუნეებით თარიღდება და ვაზის იშვიათი ჯიშებით განთქმულ ლეჩხუმში ღვინის კულტურის კარგად განვითარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნამოსახლარის მცირე ტერიტორიაზე, რომლის გათხრაც არქეოლოგებმა წელს მოასწრეს, ამ პერიოდის 17 ქვევრია მიკვლეული. მარანი დეხვირის ციხის ძირში მდებარეობს, რომელიც ლეჩხუმის ცენტრალურ ადგილად ითვლებოდა და რამდენიმე ხეობას აკონტროლებდა. შუა საუკუნეების ბასტიონის კოშკისა და გალავნის ნაშთების აღმოჩენა და გასუფთავებაც რამდენიმე დღის წინ მოხერხდა. ბოლო დღეების სამუშაოებმა გამოავლინა დიდი გალავნის ნაშთი და აგრეთვე გამოავლინა ერთ-ერთ ქვევრში, აი ამ ქვევრში, აი მე-8 ნომერია ჩვენი ანგარიში და აი ამ ქვევრში აღმოჩნდა სარკმლის მინის ფრაგმენტები. ჩეულები, რომელიც სარკმელში იყო. ეს ნიშნავს, რომ სასახლის ტიპის ნაგებობა დგას, რომელსაც მაშინდელი ეპოქის მოთხოვნის მიხედვით ჰქონდა საკმაოდ მდიდრული, ასე ვთქვათ, გაწყობა სარკმლის მინა. ცხეთადეხვირის არქეოლოგიური ძეგლის კვლევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, თუმცა დაფინანსების სიმცირის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. არქეოლოგთა ჯგუფებმა აქ თითქმის ყველა ეპოქის მასალას მიაკვლიეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულიდან მე-19 საუკუნემდე აქ ცხოვრება არ შეწყვეტილა. დაფინანსების არსებობის შემთხვევაში ისინი სხვა მნიშვნელოვან აღმოჩენებსაც არ გამორიცხავენ. ერთ-ერთ მონაკვეთზე აღმოჩნდა უნიკალური ნივთი, მცირე ზომის ქვის ყალიბი, რომელშიც ჩამოისხმებოდა ეგრეთ წოდებული კოლხურ-ყობანური ბრინჯაოს მართკუთხა აბზინდებისთვის საინკრუსტაციო ფირფიტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლხური აბზინდები მზადდებოდა კოლხეთში, მთიან კოლხეთში, ლეჩხუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული, რომ მომდევნო ეტაპი მომდევნო წელს განხორციელდეს, მაგრამ რა თქმა უნდა მთლიანად მასშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტით შეუძლებელი ამ ყველაფრის დაფინანსება. იმედი გვაქვს, რომ ცენტრალური ხელისუფლება, კულტურის სამინისტრო შესაბამის დახმარებას გაგვიწერს, რომ ეს სამუშაოები ბოლომდე იქნას მიყვანილი. ცხეთადეხვირის ღია ცისქვეშ მუზეუმი ცაგერიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენების შემდეგ ეს ადგილი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.